თვით არის ხოლმე როგორც ყოველთვის, მაგრამ ეხლა არის, იმიტომ რომ ხართ სულ აქციაზე ბატონო პატა, სულ ხართ აი ამ პროტესტის ავანგარდში, ჩვენ საუბრობდით რომ მართლაც 50 დღე არის დღეს ადამიანები დგანან ქუჩაში, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ითხოვენ გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების, ახალგაზრდების, რომლებიც სხვათა შორის გვიყურებენ ჩვენ ახლა და მუდმივად ვცდილობ რომ რაღაცნაირად სოლიდარული ვიყო მათ მიმართ და ხო და აი ამ ყველაფრის ფონზე ის რაც ხდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნება ეს პროტესტები, მარშები, გაფიცვები აჩვენა ძალიან დიდი საპროტესტო მუხტი საქართველოში, რომლის მსგავსი ჩვენ აქამდე არ გვინახავს. მაგრამ აი აქ ყოველთვის რჩება ერთგვარი შიში აი ამ პროტესტის მინელების, საპროტესტის მინელების ფობიაც შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ რომ ეს ის არის რაც ალბათ ყველაზე მეტად ახლა სჭირდება ივანიშვილს და მან არც დამალა ეს და ღიად საუბრობდა ამასთან დაკავშირებით ამ შიშის საწინააღმდეგოდ ის რომ არ მოხდეს ეს რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საზოგადოებამ და თუ ხედავთ აი ამ საფრთხეებს. დიახ, მოგესალმებით ვიკა, მოგესალმებით ჩემ მაყურებელს. რა თქმა უნდა სინდისის პატიმრებს, რადგან თქვით უკვე თქვენ მოგესალმებით ჩემო ახალგაზრდებო გმირებო. რა რიცით ეს არ შენელდება და აქ არ იქნება ის რომ აი ვიღაცას გული აეცროდა, იმიტომ რომ ეს არ არის სტიქიური გამოსვლები. ეს არის გააზრებული. ხალხმა ეს არის ყველა ადამიანი, ვინც გამოდის, ის სტიქიურად არ გამოდის ამ იმაზე. ამ საღამოს რუსთაველს. ის არის ძალიან გააზრებული, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ჩვენ იქ ყოფნა არის აუცილებელი. ჩვენ თუ ეხლა ერთად არ ვიქნებით ყოველ საღამოს რუსთაველის პროსპექტზე. ჩვენ ვიცით რომ ცალ-ცალკე ეს ადამიანი ბიძინა მყავს ხედელობაში და თავისი ეს ორკების გუნდი, რაც შემოიკრიბა გარშემო ეს გამყიდველები, სამშობლოს გამყიდველები, ესენი ჩვენ დაგვჩაგრავენ. აი ხო ხედავთ ძალაუფლებაც ხელში აქვთ, პროკურატურაც, სასამართლოც, პოლიციაც, რომელსაც ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი ხალხის ნდობა ქონდა და სიყვარული ქონდა, მაგრამ გააუქმეს, თითქმის დაიყვანეს უკვე ნულზე ეს ყველაფერი. ეხლა ყველაფრით აი ამით ყველაფრით ვერ გვერევიან. იმიტომ რომ რამდენი არ ჩასვეს ხალხი ციხეში, რამდენი არ გალახეს, რამდენი ხალხი მაინც გამოდის, ხალხი მაინც პროტესტს აკეთებს და ყველა ჩვენი გამოსვლა ასუსტებს ბიძინა ივანიშვილს, ასუსტებს, იმიტომ რომ ისინი კარგავენ თავის თავში რწმენას. და რწმენა არის ყველაფერი და რწმენა ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მომავლის რწმენა, ჩვენ გვაქვს რწმენა რომ ჩვენ ვართ ერთად და ჩვენ გვაქვს რწმენა რომ ჩვენ აუცილებლად გავემარჯვებთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. ჩვენს უკან დგას სამშობლო, საქართველო. მათ უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ვინც მაგას ერქვა და თანხა რაღაცისა და კეთილდღეობა. ჩვენს უკან არის სამშობლო, რომელს სამშობლოს ჩვენ არ დავკარგავთ. ეს გაიგონონ ერთხელ და სამუდამოდ და რაც მალე ჩაატარებენ ახალ არჩევნებს, უკეთესია მათთვისაც და რა თქმა უნდა საერთო საქმისთვის. კი ბატონო, მოკლედ ზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ერთია რომ დაკავებულია სრულიად პატიოსანი პროფესიონალი წესიერი ჟურნალისტი და მოქალაქე დაკავებულია სტიკერების საგაფიცვო სტიკერებთან დაკავშირებით და საერთოდ ყოველთვის რაღაცნაირად ვადარებთ ერთ სიტუაციას მეორე სიტუაციას. ხო, აი მზია ამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო, გაფიცვის სტიკერი იყო ეს და ხოლო გაფიცვაზე ჩვენ დავინახეთ მერიის თანამშრომლები, კახა კალაძის სოციალური სამსახურის, რომლებიც პრაქტიკულად იყვნენ ტიტუშკები და ისინი არიან მერიის თანამშრომლები, ზონდერობენ თან აქვთ რაღაც არ ვიცი თანამდებობები მერიაში, თან ასრულებენ აი ამ დავალებებს. ამ დროს მზია ამაღლობელი არის დაკავებული მხოლოდ იმიტომ რომ სტიკერს აკრავდა ამ გაფიცვის სადაც ზონდერები ვიხილეთ. მოკლედ რაღაცნაირი ვითარება არის, ხო, აბსურდული. რაღაც ისეთი აბავი, თვითონ დაკავება ხომ არის საშინელება, რომ ეს ქალბატონს აკავებენ სტიკერის გულისთვის და მერე თურმე გაულახია ის პოლიციელი ახლა. ხო წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება გაელახა ახლა ეს პოლიციის უფროსი, მაგრამ აქ ყველაზე ამარცდენი რაც არის, რაც ხდებოდა შემდეგ. რომ პოლიციელს მას სახეში აფურთხებდა თურმე და
და კიდევ სხვანაირად უსწორდებოდა. აი ეს არის კიდევ უფრო ამორძენი კიდე იმაზე, რომ შეიძლება რაღაც დააკავო და რაღაც წარუდგინო, მაგრამ მე როცა დასცინიო კი ადამიანს და ესეთ შეურაცხყოფას აყენებ, ეს პრინციპში ახლა რა არის, ცით თუ კარგად დაუკვირდებით ახლა რაც ხდებოდა დღემდე და ეს ხელისუფლებაში მოვიდა ესეთი ხალხი, რომელსაც არ აქვს განათლება. ხელისუფლებაში ბიძინა მოიყვანა ესეთი ხალხი, რომელიც არის მისი აზროვნების მქონე. მისი აზროვნება შემოიფარგლება ესე, აი ბიძინას არასდროს მე ვიცნობ ამ ადამიანს და არასდროს არ ვფიქრე, აი რომ შემოხედავს ადამიანს, რომ აი მოდი ეს ადამიანი როგორია, გავიცნო, აი თქვენ ნახეთ მე უცნობი ადამიანი თქვენთან ერთად და თქვენ კიდაც შეამოწმოთ მისი აზროვნება, მისი განათლება, მისი ოჯახის შვილობა, მისი ის და რომ შეამკოთ და რომ შეაფასოთ ადამიანი. ბიძინა არასდროს ესე არ აფასებს. აფასებს ისე, რამდენი დამიჯდება მე ეს ადამიანი, რომ მივცე ფული და მემსახუროს, ნუ აღარ ვიტყვი სიტყვებით, ყველანაირ რაღაცას გაიფიქრებს. ამიტომ აი ეს ხალხი შემოიკრიბა გარშემო ამ ადამიანმა და ეს ხალხი ახლა დღეს მართავს ჭყალებში, მაგრამ როგორც მართავს ხო ხედავთ. და ეგეთივე ხალხი ყავს პოლიციაში, ეგეთივე ხალხი ყავს სასამართლოში, ეგეთივე ხალხი ყავს პროკურორში და პრეზიდენტზე და იმგეზოგი არაფერს აღარ ვლაპარაკობ, ყველა მოხე კარგად ვიცით პარლამენტში როგორი არიან და ნუ ადამიანს როგორიც უნდა ეგეთ ხალხი შემოიკრიბა და ნუ ეს უნდა შევეგუოთ ჩვენ ახლა ამბავს რომ ჩვენ გვაქვს ომი აი ასეთი ტიპის ხალხთან. და აქედან მხარეს რა განათლების და რა ერუდიციის ხალხი და როგორი დგას თქვენ მაგაზე უკეთ თქმას არ მინდა, იმიტომ ვერ ჩამოთვლი იმდენი ღირსეული პიროვნება. და ესეთი მითის ომი და რა გიჟებთ იცით კიდე იმათ რომ ჩვენ ამას წყნარად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. იმის მაგივრად რომ თავრობა უფრო წყნარად აკეთებდეს და ამბოხებულ ხალხს რაღაცნაირად უნდადეს რომ აქ არ იყოს კონფლიქტები. კონფლიქტ გაურბივართ ჩვენ და მშვიდობიანი აქცია გვაქვს. აი ესეც რაღაც ძალიან განსაკუთრებულია ახლა ამ სიტუაციაში. და ხო და სხვათა შორის აი ამ პატიმრებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ როგორ ფიქრობთ აი ეს რაც ხდება ახლა ბოლო პერიოდში ვხედავთ რომ 52 ადამიანის არის დაკავებული, ზოგზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ზოგზე ადმინისტრაციულად არიან და ზოგს 12 დღიანი პატიმრობა დაეკისრა, ზოგს რაღაცა ჯარიმა, თუმცა ნაკლებად ძირითადად ყველა ციხეში უშვებენ და ვხედავთ აი ამ მოსამართლეებს, ბატონო პატა, მოსამართლეებს, რომელთაც ამ ყველაფრის ფონზე, აი ამ უსამართლობის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან დემონსტრაციულად მივიდნენ იმ დღეს რესტორანში, აი მაინტერესებს თქვენი შეფასება, აი ამ დემონსტრაციულობის არის მიზანი. სხვათა შორის მე სულ რომ ვამბობ, რომ აი ამ პროტესტის მინელების შესაძლებლობას თავად ივანიშვილი არ იძლევა და ივანიშვილის აი ეს დამქაშები არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ არ ვიყოთ გაბრაზებულები. ვიტყვით რომ მივიდნენ რესტორანში. შეძრენ რესტორანში. კი, ნამდვილად მოუწიათ, ხო, აი ფორმებით შეურაცხყოფელი და აი რაღაც ინტერნეტის ფიშრუ გაძურები და მაგრამ აი რაღაცნაირად ისეთ ბრუტალური და კომიკური და რაღაცა კინოსურათს ვუყურებდით თითქოს ფორმებიც იყო რაღაც შემზარავი ზოგმად და დაიჩოქა იმიტომ რომ მოუწია ასე შესვლა ზოგს რაღაცა კვერცხის ნაჭუჭი ეკიდა ყურზე და ცდილობდა ავტობუსში ასვლას ავტობუსი არ იღებოდა ეს ყველაფერი ისეთი უცნაური და სევდიანი სანახაობა იყო და თან ძალიან ლოგიკური ამ პერსონაჟებისთვის ალბათ ნუ ესე იგი თქვენი შეფასება როგორია და რატომ მოუნდათ მათ ამ როლში ყოფნა? ნუ ეხლა ყველა ხუჭვა ვერ იქნება რა ხუჭვა ვაჟკაცი კაცი რომელმაც აიღო და ვაჟკაცურად გადაწყვიტა ყველაფერი და ჩემი შეფასება არის ესეთი რომ როდესაც მოსამართლე მიხვდება რომ მისდამი არის ასეთი დამოკიდებულება ხალხში რაც მან ნახა იმის მერე უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს. მე ამ შეფასებას მაგას რო ქონდეს თავმოყარეობა. მაგრამ ჩვენ ნახეთ იქ რო ეგ თავმოყარეობის ნატამალიც არ არსებობს. იქ არის რომ როგორ უნდა შესულიყვნენ რესტორანში და მურუსტიძესთან ერთად რაღაცა დრო გაეტარებინათ.
ну დროს წარებას თუ მაგას დავარქმევთ კი ბატონო. ვიკა მომალაპარაკებთ ისეთ ხალხზე, ეხლა ვისეც არ აღის ნამდვილად ლაპარაკობთ. თვითონ იციან მათ თავიანთი ფასი. თვითონ იციან რომ არაფრად არ ღირან და უღირიან მარტო ერთ ადამიანს და ეხლა როგორ შეიძლებოდა რომ ეხლა იმ მოსამართლემ რომელსაც ადამიანი ეხვეწება რომ დედა მყავს ავადმყოფი და მე ტყუილად უბრალოდ მიჭერთ და მე დედას თუ არ მივხედე დედა მომიკვდება და იმ მოსამართლეს არაფერი არ მოვიდა თავში იმის გარდა რომ გაეშვა ეხლა ის ისევ ციხეში და დედა მოუკვდა ადამიანს. ეხლა რა იმან როგორ უნდა დაიძინოს ღამე? როგორც ბევრი გმირი გაგვაცნო ამ პროტესტმა, მათ შორის ბევრი ანტიგმირიც გაგვაცნო, რომელთა შესახებ შეიძლება ჩვენ ასე ვიცოდით მედიის წარმომადგენლებმა, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ იცოდა კიდევაც. დღეს სხვათა შორის ქეთი თუთბერიძე წერდა ამასთან დაკავშირებით. მე თქვენ რაზეც ლაპარაკობ, მინდა რომ მაყურებელმაც იცოდეს, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ 21 წლის არაჩვეულებრივი ბიჭი ქეთი თუთბერიძის სტატუსი მინდა წავიკითხო. მათე დევიძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში რომ დატოვა, ყველამ ვიცით უკვე. წარმოუდგენელი უსამართლობა. ახლა კი ერთი კონკრეტული საკითხი, ვინ არის წერს ქეთი ეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი თავად შარშან გავაშუქეთ ეს ამბავიო ამ ადამიანს მოკლედ უმძიმესი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა პატიმარს ერთი პატიმრის საქმე ამ ადამიანს რა მუხლითაც ასამართლებდნენ ის მუხლი გირაოსაც ითვალისწინებდა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანს გადაადგილება არ შეეძლო და შესაბამისად მიმალვის საფრთხეც კი არ არსებობდა საუბარი ადამიანზე რომელსაც არ შეუძლია გადაადგილება მაშინ იმ პატიმრის ადვოკატი ამტკიცებდა რომ იგი ციხეში უბრალოდ დაიღუპებოდა დავით მგელიაშვილმა არც ექიმების დიაგნოზი არც ადვოკატების სიტყვები არ გაითვალისწინა და მას პატიმრობა მაინც შეუფარდა დაპატიმრებიდან ზუსტად 17 დღეში იგი ციხის საკანში გარდაიცვალა წერს ქეთი თუთბერიძე თან ისე რომ ციხის ადმინისტრაციასაც კი არ უფიქრია მისი საავადმყოფოში გადაყვანა მისი გადაცვალების და აი თვითონ აი ეს ჯერ ერთი რო არ გაათავისუფლეს და მე შემდეგ იკვეთება როგორ მოიქცა ციხის ადმინისტრაცია დავით მგელიაშვილი მხოლოდ რეჟიმის მონამოსამართლე არ არის მის კისერზე 42 წლის პატიმრის გარდაცვალება არის აი ეს არის ის პატიმარი რომელმაც დღეს გაასამართლა 21 წლის არაჩვეულებრივი ბიჭი მათე დევიძე გვახსოვს ეს ბიჭი მისი უზარმაზარით მის ვარცხნილობით რომელიც ბევრმა ვერ იცნო დღეს ეს ის ბიჭია აი ხედავთ ახლა მათეს მუსიკოსი რომელმაც დღეს თქვა ჩემი გიტარა მენატრებაო აი ხო აი ესეთი ხალხი აი ესეთ ხალხს იჭერენ ციხეში რის დულისთვის იმიტომ რომ უყვართ თავიანთი ქვეყანა და უნდათ რომ ქვეყანა აი რა რიცით აი ოცნების ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს თუ ვიღაცებს ბატონებო თქვენ ხო იცით რომ ღუპავთ ამ ქვეყანას თქვენ ხო იცით რომ აი ეს 35 წელი რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით სულ ყველანი რისთვისაც გამოვიარეთ ამდენი ომები აპრილი 9 აპრილის ამბავი ყველაფერი გამოვიარეთ ეს და თითქოს უკვე აი შესულები ვიყავით ევროპაში და თავი გქონდა უკვე ქუდი თქვენ ხო იცით რომ ეს ამას ღუპავთ უკვე ფაქტურად დაღუპეთ რას ერჩით საქართველოს რას ერჩით ამ ხალხს რას ერჩით თქვენ ოჯახებს ყოველ შემთხვევაში რის გულისთვის იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად და ის რამოდენიმე ადამიანი მის გარშემო რომელიც თქვენ დაგიფარა ნუ რა ვიცი მე მგონი დაფიქრების დრო უკვე წავიდა მაგრამ კიდე არის ახლა დაფიქრდით ცოტათი დაფიქრდით იმიტომ რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ დღეში თქვენ ხელში ძალიან ცუდ დღეში ამიტომაც ნუ ახლა ვიკა რა არის ცით რომ ის გარდაუვალია რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ხალხი გაიმარჯვოს ყოველთვის ნუ არ არსებობს რომ ამ ხუნტამ პატარამ რაღაცამ გაიმარჯვოს ამდენიც არ უნდა სახეში ურწყას ხალხს და დაიჭეროს და რაღაც მაგრამ თავარია რა ფასი დაგვიждდება ჩვენ ეს რაც უფრო მალე მოხდება ეს უკეთესია იმიტომ რომ ჩვენ კარგად ყოველდღე კარგად ჩვენს მომავალს და მე თავიდან გვაქვს ეს კიდევ დასაწყები და მოსასვლელი აი იმ წერტილამდე
საიდანაც ჩვენ ყველაფერს გადავდა. ამიტომ რატომ გახდა ეს ხალხი, აი ხელოვანები, აი თქვენ ბატონო პატა, იფიქრებდით თუ არა, რომ ძირითადად სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები გახდებოდნენ აი ამ რეპრესიის ძირითადი სამიზნე, მაგალითად მუსიკოსები, მსახიობები, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ინსტიტუტის სტუდენტები დეკანთან ერთად არიან სრულიად უკანონო პატიმრობაში, რატომ გახდნენ აი ასეთი ადამიანების სამიზნეები ამ რეჟიმის, როგორ ხელოვანები ვართ ის ხალხი ახლა, ნუ აი ვინც აჩვენებს ადამიანს როგორ უნდა იცხოვროს ადამიანო, მის კარგს და მის ცუდ სცენაზე. აი ახლა დოიაშვილის თეატრი გამოაცხადა 20 რიცხვამდე ულტიმატუმი დაუყენა მთავრობას, რომ უნდა გამოშვებული იყოს მისი ჭიჭინაძე ხედულობაში ეს მსახიობი. ნუ რა თქმა უნდა, რომელსაც დღეს სხვათა შორის შეხვედრა ქონდა უცხოელებთან და ძალიან შთამბეჭდავი იყო თურმე როგორც ამბობდა ადვოკატი, მე ვუსმენდი ადვოკატს, რომ ის პასუხები, რასაც პასუხობდა ანდრომატ და ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც იჩენდა, იწვევდა ახტაცებას და მათში. მაგას ვიძახს უნიჭერესი ხალხი ყავთ ციხეში ჩასმული და ვინ სვავს ამას? ის ადამიანები, ვინც უნდა იჯდნენ ციხეში და ჩაჯდებიან ნარკოტიკსანემანი. მე რატო ვიძახი ამას? 20 იანვრამდე არის აი სანდროს ეს ულტიმატუმი დაყენებული. ნუ ხო არავის ეჭვი არ გეპარება, რომ არ გამოუშვებენ 20 იანვრამდე მაგას გამორიცხულია. თეატრი გადადის შეტევაზე. თეატრი გადადის შეტევაზე, დოიაში უნდა თქვა, მე არ ვიცი ხა რას აპირებენ, მაგრამ იმას რომ თეატრი როდესაც დაიწყებს უკვე ომს, იმას მასაყება სულ ყველა, მასაყობით ყველანი, მე არა ვარ დრამატული თეატრის მსახიობი, მაგრამ მეც მათ გვერდში ვიქნები და ყველა მუსიკოსები დაუდგებით გვერდში. ნახოთ ერთი როგორი ომი იქნება იქიდან იყროს პოლიცია და პროკურატურა და მოსამართლეები და აქედან ვიქნებით ჩვენ. იმიტომ რომ თეატრი ყოველთვის ანგრევს ხოლმე ხელისუფლებას. ესეც 2-4 და სხვა შორის როიცოდეთ შემდეგი პიესები, რომლებიც დაიდგმება ამ თეატრის სცენებზე, ეს იქნება დღევანდელი ცხოვრება და დღევანდელი პერსონაჟებით. აი ზუსტად აი ეს ხალხი ბიძინევენიშვილთან დაწყებული და კიდევ გვერდში რო ყავს, ახლა გვარები არ მინდა პოპულარული არ გავხადო ეს. ზოგიერთ მადავარცხლები, ზოგიერთ მადავარცხლები, ეს იქნებით ის პერსონაჟები, ვინც ითამაშეთ მთავარ როლებს და ეს პიესები დაიდგმება არა მარტო ერთხელ, არამედ მიყვება წლების განმავლობაში და გადავა ჩვენ შვილებზე და შვილიშვილებზე. და ბატონო, მეთიუ მილერის განცხადებაც მინდა წავიკითხო, ის ეხმაურება გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმას, მისი თქმით ეს ქართული ოცნების რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს. მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს ქართული ოცნების რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს, წერს მილერი. ეს და ზვიად ქორიძეს გახდა სამიზნე აი ამ თავდასხმისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბრუტალური გზით და ხო, აი ეს ყოველ დღე პრაქტიკულად ვხედავთ, რომ არავინ აღარ არის უკვე განუკითხაობაა და იმიტომ. განუკითხაობაა. ეხლა ბატონი ზვიადი, ეხლა ზვიადს რო ადამიანი ხელში მოუბრუნებს. ანუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ. და გახარიაზე ეს არის მიზნობრივი ნამდვილად. იმიტომ რომ ამას წინ უძღოდა ივანიშვილის მუქა, რა თქმა გახსოვთ, რომ გახარიას და უკავშირებთ. ეს არის მიზნობრივად გაკეთებული ყველაფერი და ის სამარცხინო ვიდეო, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ მან ის ქაღალდის ისა და იმიტომ თურმე ის და მე დაგდებული რო არის და შუაში რა მოხდა კავშირმა არის. ნუ ეს არის მიზნობრივად ყველაფერი გაკეთებული, რაც არის საშინელი რამ და ამან მიჩვევა იცის, რა არის, მიჩვევა იცის, იმიტომ რომ ეხლა ესენი არ დაიშებიან. ხო ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ეხლა სამხარაძე და ესენი დაისაჯონ. ეს წარმოუდგენელია, ამ მთავრობის ხელში არ შეიძლება და ეხლა ეს რომ მომხდარიყო აბუ-დაბიში, დღეს უკვე სასამართლო იქნებოდა და გაასამართლებდა. აი როგორ უნდა ვინატროთ ჩვენ აბუ-დაბის სასამართლო, თორემ მე მაგალითად ძალიან მომხრევა, რომ მოსამართლეები ჩამოვიყვანოთ იქედან და გაასამართლონ აქ
თუ გინდათ ის ჩვენი სინდის პატიმრები და თუ გინდათ აი ესენი ვინ ჩაედინა გახარიაზე ეს თავდასხმა. და ბოლოს ვასრულებთ ჩვენს გადაცემას და როგორ ფიქრობთ, აი 50 დღიანი პროტესტი არის და 26 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, იყო სახლში შევარდნები, იყო გაყალბებული არჩევნები, გამოჟონილი ბიულეტენები, ის რაც ხდებოდა ყველა საარჩევნო უბანზე და შემდეგ რეპრესიები, მშვიდობიან დემონსტრაციები, რობოკოპები, არ ვიცი ხა რომ ახსენდება რთულია ერთად მოუყარო ყველაფერს ყაველაშვილის ისტორია ცალკე და რაღაცნაირად როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს და მაგრამ აი ყველაფერი იცვლება და უწყვეტია პროტესტი. აი ერთადერთი რაც არ იცვლება, ხალხი მუდმივად დგას რუსთაველის გამზირზე. იმიტომ რომ ეს არის გააზრებული ყველა. დავიბედეთ 21-ში. სტიქიური ეს არის გააზრებული ადამიანები ჩვენ იქ მე ხა არ გამომიტორები არც ერთ საღამო მე იქავარ და ხალხი უკვე ერთმანეთს ცნობს მიუხედავად იმისა რომ ათასობით ადამიანია ერთმანეთს ცნობს ერთმანეთს ამხნევებს ერთმანეთთან დგას ერთმანეთთან იძახიან რომ ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე და ნუ ამის გაჩერება შეუძლებელია და ჩვენ აუცილებლად გავემარჯვებთ აი ვიკა საბჭოთა კავშირი დაინგრა ერთი თვით ადრე ვერავინ ვერ იწოდა რომ საბჭოთა კავშირი აღარ იქნებოდა ერთ თვის მერე არ ყოფილა ეგეთი რამე. ყველას გვეგონა რომ ეს იქნებოდა მუდამ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი აი მართლა ეს შემდგარი სახელმწიფო. დღესაც რაც სიტუაციაც არის საქართველოში, ისე მოხდება რომ აი დღეს რაღაცა მოხდება და ხვალ დაინგრევა. ამას ჩვენ შეიძლება ეს მოხდეს, შეიძლება ერთ კვირაში, შეიძლება სამ დღეში, შეიძლება ორ კვირაში. მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს, იმიტომ რომ ისინი არიან უკვე ჩამოშლილები, ისინი არიან მუშტიკრიზე გადასულები. მათ იდეოლოგია არა აქვთ. მათ იციან რომ ხალხს ის არ უნდა. ყველაზე დიდი სანქციები, რაც კი არის, თქვა ამერიკის სანქცია იქნება, ინგლისის თუ ევროპის სანქცია, ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ქართულმა ხალხმა სანქცია გამოუტანა მათ. მათი არ ჯერა არავის. გინდა იმედს უყურე, გინდა პოზიტივის უყურე, მაინც არ ჯერათ მათი არავის. ამიტომ ამ სანქციებს ესენი ვერ გაექცევიან. და ყველაფერი დაიწყება იმის მერე, როცა ესენი ჩამოიშლებიან და ესენი შეიძლება ჩამოიშალონ 2 დღეში. 3 დღეში, 4 დღეში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ წარმატებას გისურვებთ და